მელიქიშვილის გამზირზე კახაკალაძის საარჩევნო შტაბთან გუშინ მომხდარ დაპირისპირებას დღეს თავად თბილისის მერი გამოეხმაურა. კალაძე მომხდარს პროვოკაცია და აფასებს. მერმა ჟურნალისტებთან განცხადება ბაკეში გააკეთა, სადაც ახლად რეაბილიტირებული ქუჩები გახსნა. მაგა არჩევნიშვილი შემოგვიერთდება დეტალებით ახლა ღია ეთერში მაგა გისმენთ. მიზანმიმართული პროვოკაცია და წინა საარჩევნო კამპანიაში ხელი შეშლა ასი აფასებს კახაკალაძე მელიქიშვილის ქუჩაზე გუშინ გვიან საღამოს მომხდარ დაპირისპირებას. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ დაპირისპირება მოხდა ქართული ოცნების მხარდამჭერებსა და წარმომადგენლებს და ასევე აქციის მონაწილეებს შორის. დაპირისპირება დაიწყო სიტყვიერი შელაპარაკებით და შემდეგ გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ფიზიკური დაპირისპირება იმ სახის იყო, რომ რამდენიმე ადამიანმა ფიზიკური დაზიანებაც კი მიიღო. კახაკალაძეს მიაჩნია, რომ მისი ოპონენტები ხელოვნურად ცდილობენ წინასაარჩევნო კამპანიის ჩაშლას და დაძაბულობის შემოტანას. შესაბამისად თბილისის მერს მოლოდინი აქვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები გააკეთებენ შესაბამის შეფასებებს და განმარტებებს იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც ბოლო დღეებში მელიქიშვილის გამზირზე, კონკრეტულად კახაკალაძის საარჩევნო შტაბთან ხდება. ეს იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც სხვათა შორის პირველი შემთხვევა არ არის და ამ ადამიანების ყოველდღიურობად იქცა მოვარდნა, შეურაცხყოფის მიყენება, გინება და ასე შემდეგ. საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ეს არის საარჩევნო შტაბი, ჩვენ არავის არ უვარდებით, არავის არ ვესხმით თავს. მე იმედი მაქვს საერთაშორისო ორგანიზაციები და თუნდაც ევროკავშირის საელჩო და ელჩი დაგვდევს პატივს და გააკეთებს შესაბამის შეფასებას. ეგ არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ამას აქვს თავისი მიზანი, რომ ხელოვნურად შემოიტანონ დაძაბულობა, იმიტომ რომ ის არსებული 30 კაცს უკვე არ აინტერესებს. არც მათი ჩხივილი, ხავილი არავის არ აინტერესებს. ეს არის ადამიანების დაჯგუფება, რომლებიც არიან მოძალადეები. შესაბამისად, როდესაც შენ მიდიხარ და მიზანმიმართულად ხელს უშლი საარჩევნო შტაბს მუშაობაში, სადაც უამრავი ადამიანი იმყოფება და იცით, რომ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, ამას აქვს თავისი მიზანი. და მიზანი არის ის, რომ ხელოვნურად შემოიტანონ დაძაბულობა. კახაკალაძემ ეს განმარტება და განცხადება გააკეთა ვაკეში, კონკრეტულად ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, სადაც უკვე დასრულდა რეაბილიტაცია. ჩოლოყაშვილის ქუჩის პარალელურად ასევე რეაბილიტაცია დასრულდა გიორგი წერეთლის ქუჩაზეც. აქ სრულად შეიცვალა როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა კომუნიკაციები, მოეწყო ახალი ზებრა გადასასვლელები, ასევე ახალი თანამედროვე სტანდარტების გარე განათების სისტემა, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე, სადაც რეაბილიტაცია დაახლოებით 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სრულად გამწვანდა ტერიტორია და სწორედ დღეს უკვე აქ გადაადგილება ავტომობილებს შეუძლიათ სრულიად შეუფერხებლად. იყო უმძიმესი მდგომარეობა არსებულ ქუჩებზე და პირველი რაც გავაკეთეთ, ეს იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული განახლება, მოწესრიგება. მიწისქვემოთ განლაგებული ქსელი მთლიანად იქნა შეცვლილი და ახალი პროექტი განხორციელდა. ამ პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო მიწისქვემოთ განთავსებული ნარჩენების ურნები, ახალი განათების ბოძები, ასევე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა. ერთადერთი რაც არის დარჩენილი, ეს არის ვაკის სასაფლაოს წინ არსებულ ფერდზე გამწვანების სამუშაოების წარმოება და კაბელ არხების გადატანა. სხვა ყველაფერი დასრულებულია. მოხდა დაახლოებით 40-მდე ერთეული ახალი მიწისქვეშა ურნების განთავსება, ასევე ახალი გარეგანათების ბოძების მოწყობა, დაახლოებით 2000 კვადრატზე მოეწყო გამწვანებული სივრცე. როგორც ბატონმა კახიმ აღნიშნა, ახალი ჭკვიანი შუქნიშნებით აღიჭურვა მთლიანად ეს ობიექტი. განსაკუთრებული მადლობა მინდა მოსახლეობას გადაუხადო, იმიტომ რომ ყოველთვის ესეთი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს ბუნებრივი არსებობს დიდი დისკომფორტი, მტვერი, ხმაური, ვინაიდან ყველა ობიექტზე და ამ ობიექტზე მით უმეტეს 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა სამუშაოები და მადლობა მინდა მათ მოთმინებისთვის გადაუხადოთ. თუმცა იმდენად მაგარი პროექტი გამოვიდა, რომ ეს მოთმინება ნამდვილად ღირდა. ჩოლოყაშვილის და გიორგი წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია მაისის ბოლოს დაიწყო და როგორც უკვე აღნიშნე, დღეს ის ოფიციალურად გაიხსნა. ყველანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ბიუჯეტიდან კი 24 მილიონი ლარი დაიხარჯა. გმადლობთ, მაგა ეს მაგა არჩევნიშვილი იყო.